ჯონ ჯონსი, დიდი მადლობა ჩეჩნეთის ხალხს, პრეზიდენტს და მის ოჯახს ასეთი დაუვიწყარი გამოცდილებისთვის. #დედარუსეთი. ილია თოფურია. ვფიქრობ პედიპიმპლეთთან ბრძოლაზე. მინდა ვეჭხუბო პედის და თუ არ მომცემენ ამის საშუალებას ავიდე ქვესაშუალო წონაში და ვეჭხუბო ისლამთან, რადგან ჩემი პრიორიტეტი ისლამთან მესამე წონითი კატეგორიისთვის ბრძოლაა. არიელ ჰელვანის ინფორმაციით, UFC განიხილავს ქეილა ჰარისონის და ამანდა ნუნეშის ბრძოლას, როგორც პოტენციურ მთავარ მოვლენას 2026 წლის პირველ ნომრიან ტურნირზე. ამჟამად როგორც ჩანს, ილია თოფურიასთან ბრძოლა იანვრისთვის არ არის დაგეგმილი. ჩვენი ინფორმაციით, ძირითადი გეგმა არის ქეილა ჰარისონი ნუნეშის წინააღმდეგ. შეუძლიათ თუ არა მათ ორივე ბრძოლის ორგანიზება? რა თქმა უნდა, მაგრამ არ მსმენია, რომ ამას განიხილავდნენ. იან მაჩადო გარი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რომ კამარო უსმანმა მიიღოს შემდეგი ტიტულისთვის ბრძოლა ქვესაშუალო წონაში. კამარო უსმანს მნიშვნელობა აღარ აქვს. 2021 წლის შემდეგ მას მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. ის ყველაზე ბოლოა იმ სიაში, ვინც ქამრისთვის ბრძოლას იმსახურებს. ის რომ მის სახელს საერთოდ ვახსენებთ ამ საუბარში სრული სისულელეა. მთელი პატივისცემით, მაგრამ დაჯდეს წეული რიგის ბოლოს, დაელოდოს, გამართოს კიდევ ერთი ბრძოლა, გახდეს ისევ თუნდაც ცოტათი მნიშვნელოვანი და შეებრძოლოს რომელიმე ტოპ მებრძოლს, მაგრამ არანაირ პირობებში ის არ იბრძოლებს მსოფლიო ტიტულისთვის შემდეგი, მით უმეტეს სანამ მე აქ ვარ. რობერტ უიტეკერი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ისლამ მახაჩევი შეძლებდა ჟორჟ სენ-პიერის დამარცხებას მისი საუკეთესო წლებში. ეს რთული საკითხია, რადგან GSP-ს კარგი ტაქტიკა აქვს მახაჩევთან ბრძოლისთვის. მას ნამდვილად ძლიერი საბრძოლო სქემა აქვს. ის ზამბარასავით მოძრავი მებრძოლია, კარატე სტილში იბრძვის. უყვარს შორი დისტანციიდან დარტყმა, უყვარს კლინჩი. ასევე შესანიშნავი კარდიო აქვს და ნამდვილად ტოპ ჯიუ-ჯიტსუ. გულწრფელად ფიქრობ, რომ ისლამი ამას შეძლებდა. თუ ბრძოლა კლინჩში და პარტერში ჭიდაობაში გადაიზრდებოდა, ისლამი გამარჯვებული გამოვიდოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამისთვის არის შექმნილი. არმან ცარუკიანი ნანობს, რომ დენ ჰუკერს თავი დაარტყა და პატივისცემას გამოხატავს მის მიმართ. თუ მკითხავთ ახლა, გეტყვით, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. ეს დიდი შეცდომა იყო. ასე აღარ უნდა მოვიქცე. ეს ავტომატურად მოხდა. ამ 5-10 წამის განმავლობაში ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს. გამიკვირდა როგორი მამაკაცია დენ ჰუკერი. მას შეძლო ეთქვა, რომ დაშავდა, აიღო თავისი ფული და წასულიყო. მას კვერცხები აქვს. ის მშიშარა ნამდვილად არ არის. ჰენრი სეხუდო ამბობს, არმან ცარუკიანი ილია თოფურიას წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი მსუბუქი წონის ტიტულისთვის აზრიანი ბრძოლა. მოაწყვეთ ეს ღონისძიება. შესანიშნავი გამოსვლა ცარუკიანისგან. სწორედ ის იქნება ის, ვინც ილია თოფურიას ტიტულს წაართმევს. არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას უპასუხა. ძმაო, ისე შემეხე კისერზე, თითქოს საოჯახო ფოტოს ვიღებდით. ახლა კი ინტერნეტში ამას სილას ეძახი? ყველაფერი მშვენივრად ჩანს ვიდეოში და შენი დაუცველობა საუკეთესო მაჩვენებელია. მე არ მჭირდება სოციალურ ქსელებში თავის მოწონება. ჩემი საქმე გალიაშია. გინდა გაიგო როგორია ნამდვილი სილა? სიამოვნებით გაჩვენებ ამას. მალე შევხვდებით. იხვი. კონორ მაკგრეგორმა ფსიქოდელიური თერაპიის კურსი გაიარა მექსიკაში. მათ ჩვენეს როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი სიკვდილი. რამდენად მალე უნდა მომხდარიყო ეს და როგორი მოქმედებდა ჩემს შვილებზე. საკუთარ თავს ზემოდან უყურებდი, სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა. შემდეგ კი კუბოდან ვიყურებოდი. ამის შემდეგ ღმერთი გამომეცხადა წმინდა სამების სახით. 36 საათი ვიყავი ზემოქმედების ქვეშ. სანამ საბოლოოდ დავიძინებდი. როდესაც გავიღვიძე, ისევ მე ვიყავი. იესო ჩამოვიდა 64 თეთრი მარმარილოს კიბეებიდან და გვირგვინით მაკურთხა. ნათელი მეჩვენა და მე გავიგურნე. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მან აბსოლუტურად გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე და თავის მხრივ ჩემი ოჯახი, ძვირფასო, ჩვენ ეს შევძელით. შონ ომალი დარწმუნებულია, რომ UFC არ მოაწყობს თოფურიას ბრძოლას არმანთან. არმანი, არანაირი ხუმრობა, არმანი ილიას წინააღმდეგ. ეს ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაა. არ მგონია, რომ მათ ეს ბრძოლა გააკეთონ. მათ ძალიან მოსწონთ ილია ჩემპიონის სტატუსში. არმანს რეალური შანსები აქვს, რომ დაამარცხოს ილია, მაგრამ არ მგონია, რომ მათ მისი ჩემპიონად ხილვა სურთ. ფიქრობ, თოფურია არმანს დაანოკაუტებდა, მაგრამ თუ ვინმეს აქვს მსუბუქ წონაში მისი დამარცხების შანსი, ეს სწორედ არმანია.